დამიწყო წონასთან გამოწვევები. ავედი სადღაც 140 კილოზე. ამ ფოტოებს შორის სხვაობა 30 კილოგრამია. კუჭი უნდა მოვიჭრა იმისათვის, რომ დისციპლინა ვისწავლო. წონის კლების პროცესში ჩართული იყვნენ ნუტრიციოლოგი თორნიკე ენუქიძე, ნაკლები ვჭამო თუ უფრო მეტი უმოძრავდა. პასუხი არის ორივე ერთად. ენდოკრინოლოგი ნინო დოლიძე, 80% არის სკვება. კვების ფსიქოლოგი ნუცა ჩაჩიბაია. სტრესი 21 საუკუნეში ძალიან გადატვირთულები ვარ. ყველაზე ხელმისაწვდომი ნარკოტიკი დღეს არის კვება. შესაძლებელია ჩვენმა დაძაბულობამ დაღლამ წაგვეყვანოს სანადიროდ მაცივართან. ფიზიკური აქტივობა არის გენდერ სპეციფიური. საქართველოს სტატისტიკურად 2%-ით მეტი მამაკაცია ჭაბჭონიანი და სიმსუქნის კონდი, ვიდრე ქალბატონი. რეალური გამოცდილება რაღაცას ვიღებ, ხარჯავთ, რასაც არ ხარჯავთ, იმას ვიმატებთ. 2x2 4. კალორიები არის აბსტრაქტული ცნება. უმრავლეს ადამიანს დათვლა არ შეუძლია და მე კითხვა შემოდის. კალორიების სხვა აუცილებელია და პრაქტიკული რჩევები. ახალი მე აღმოცენდება, ახალ სხეულში ვცხოვრობ, მაგრამ იგივე გარემოში ვარ, იგივე სტრესში ვარ, იგივე ჩვევები მაქვს შენარჩუნებული, შედეგი იქნება? როგორი კავშირი აქვს სოციოეკონომიკურ სტატუსს ჭაბჭონიანობასა და სიმსუქნესთან? არ გამოტოვო კაცმანის პოდკასტის სპეციალური ეპიზოდი. კვება, გარემო, წონა, გენეტიკური მემკვიდრეობა. ეპიზოდის წარმდგენია ბალანსი. გემრიერი და ჯანსაღი კვების კომპანია.